პოლიტიკური მოძრაობა თეთრები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა გააკეთა და ხაზი გაუძღვა, რომ სასურველ შედეგს მხოლოდ ოპოზიციის ერთიანობა მოიტანს. შაშიაშვილის პრესკონფერენციას თავისუფალი საქართველოს ლიდერი კახა კუკავა ასევე ტრადიციონალისტთა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კუკავამ დღეს ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა, რომ ოპოზიციის მხრიდან მაჟორიტარობის ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება აუცილებლად უნდა მოხდეს. ეს არის ავანტიური სტიხების. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ არჩევნებში როგორც პოლიტიკური ძალა, პოლიტიკური პარტია არ მონაწილეობდეთ. ეს არ არის რაიმე განსაკუთრებული და ამიტომ არ ვატარებთ ამ პრესკონფერენციას. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ სწორედ იმაზე, რა სიტუაციაა დღეს ქვეყანაში და ჩვენ რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება სამი რამ ჰქონდა საფუძვლად. პირველი პარტია, თეთრებმა პარტია, მეორე ეს არის დაკავშირებული კოალიციასთან, ანუ მთლიანად მთელი ჩვენს ერთობასთან და მესამე არის დაკავშირებული ერთიან ფრონტთან. რა თქმა უნდა, ოპოზიციის ერთიანობა ჩვენი აზრით თავიდანვე ასე იყო, ეხლაც ასე ვთქვით, რომ არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ არანაირი გარანტირებული გამარჯვება, დღეს ჩვენ უყურებთ რა ვითარება არის ქვეყანაში და არანაირი გარანტირებული გამარჯვება არ არსებობს. ეს არის ბრძოლით მოსაპოვებელი.